ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრიდან 5 თვის შემდეგ თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარი მოხდა. კვლავ დაზარალებული მოვაჭრეები და განადგურებული პროდუქცია. ეგრეთ წოდებულ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა. ბოლო ცეცხლის კერის ლიკვიდაცია მეხანძრებმა 3 საათისთვის მოახერხეს. დამწვარია 3 სართულიანი შენობა 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია, სადაც ძირითადად ავტონაწილების საბურავები და საღებავები ინახებოდა. 30-მდე სახანძრო ბრიგადა ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. Მას აღარაფერი ეჭირება. დასაწყისში მაღაზიებს შეუძლიათ რომ გამოიტანოს. არ გვიშვებენ. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ძილები გვაქვს, ხალბატონო, ყველაფერი გვაქვს. 2 მილიონი საქონელი გვიდევს და ყველაფერი გვაქვს. ვერ გამოვა. ვის რაზუ პრინციპი უნდა ქონებოდა, არ ვიცი. 112-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება 21 საათსა და 16 წუთზე შევიდა. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიებს წაეკიდა. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შესაქმნელად მაღაზიების მეპატრონეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ვერტფრენის გამოყენებას ითხოვდნენ, რადგან მათი ინფორმაციით მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ინფორმაცია თითქოს წყალი და ქაფი მეხანძრეებს არ ქონდა, ტყუილი უწოდა. 2500 კვადრატულ მეტრზე გავრცელებული ხანძრის შესაქმნელად 30-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. ალი ასხავდა როგორც შლანგით რომ მიასხავ, კრანის კალს მოუშვებ, დაპორი არ ქონდა, ქაფი არ ქონდა, ქაფი მოიტანეს სუეტი 5-10 წუთის შემდეგ ეხლა დაასხე. არც ერთი ლულა წლის არ ქონობის გამო არ გაჩერებულა. კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რომ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სახანძრო დანაყოფები წლის გარეშე მოვიდნენ, არ არის მართალი, არ არის სწორი. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრე იყო, რომელსაც ქაფი შეესხა თვალში. 2 დაზარალებულებს კი შოკური შეტევა ჰქონდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. პაციენტი შემოვიდა 112-ის მიერ, აღანიშნებოდა ზედაპირული ჭრილობები მარჯვენა ქვედა კიდურის და ზედა კიდურის არეში, მდგომარეობა სტაბილურია. დაპირისპირება ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა. ავტონაწილების ბაზრობაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაღაზიების მფლობელებს პროდუქციის გამოტანის სურვილი ჰქონდათ, რისთვისაც პოლიციას შენობაში შეშვება სთხოვდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციამ და მეხანძრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ორი დანე რო არ დაიწვას, მაგიტო ვერ შეგიშოთ შემოძმა. ეგავე ის შემოგული არ შეიძლება. ძალიან ის არის ხანძარია და მაგიტო. რამდენი ხანი არის? ნუნარ დაცლაჟი. მოგვიანებით ტერიტორიაზე თბილისის მერობის მსურველები გამოჩნდნენ. უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის გამოჩენას მოყვა. დაპირისპირება ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენა კითხვებს ბადებს. აღნიშნული განცხადების გამო უდუმაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა დიდუბის გამგებელმა. Evandel დღეს საარჩევნო კამპანიის დაწყება, როცა ადამიანები საარჩევნო კამპანია არ დამწყია ხალბატონ, მე მოვედი დაზარალებულებთან. მე დაზარალებულებთან რა მიხვედით? რომელ დაზარალებულთან მიხვედით? აბა მაჩვენ, თქვენ მოხვედით ტელეკამერებთან. უხერხულია ესეთი ტყუილით დაწყება. ხალბატონ, უხერხული იცით რა არის? აი ცოტა ხალხი ხერო გაკეთდება და ეს ხალხი რომ მოგადგება და უარი რო გაიხურებ. რომელი ხალხი ეს ჟურნალისტები? არა. რატომ ხდება ასეთი ტიპის ხანძრები ხშირად? ეს არის კითხვა, რომელიც ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ პოლიტიკოსებს გაუჩნდა. ოპონენტების თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა ხანძრის გავრცელების მიზეზი, თუმცა მათ საგამოძიებო უწყების მხრიდან ფაქტის დროულად გამოძიების იმედი არ აქვთ. ტენდენციის სახე მიიღო უკვე ამან, ამიტომ ჩნდება ეჭვები. სავაჭრო ობიექტები იწვება, გამოძიების შედეგებს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ. ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბავშვთა სამყაროს რო ცეცხლი გაუჩნდა. დღემდე რო ვერ გამოიძიეს, გეგონება კენედის კვლელობა ყოფილიყო. აი იმის მერე ხდება ეს ყველაფერი და ეხა მოდიდან უდააკავშირებ ამ ყველაფერს. ამ მომენტში არც დროა და არც ის ადგილი, რომ ჩვენ აი ასეთ თემებზე ვისაუბრობთ. დღეს ამ ეტაპზე მთავარი რომ ხანძარი არ გავცელდეს მთლიანად ბაზრობის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ საკმაოდ რთული ობიექტი აი ამ კუთხით. სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ადგილზე არ იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია. მან ტევ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვთა სამყაროს მსგავსად ამ შემთხვევაშიც მოვაჭრების დიდ ნაწილს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონია. თუმცა უნდა აგოს თუ არა მომხდარზე პასუხი ბაზრობის ადმინისტრაციამ. ნარმანიას განცხადებით, ამის თქმა ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
სახარცვა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, ეს ვთქვათ, იმის შემდეგ უნდა ითქვას, რაც გამოძიება შედგება და გამოძიება დასრულდება. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.